კომისარო, თქვენთან მოვდიოდი. ეჭვმიტანილებს წერილობით იჩვენება ჩამოვართვით. გენერლის ხელმძღვანელობით მინდოდა გწოდნოდათ. კარგი. აბა, საკანში ყველაფერი მოგეწონათ? რამე შეცდომა ხომ არ დავუშვით? გითხარით? ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ხშირად შევხვდეთ. ყოველთვის გელოდებით. ალიჯან, წაიყვანე. როგორც მიბრძანებთ, კომისარო, წამობრძანდით. არ დაგავიწყდეს და მპირდი იახია. უახლოეს დღეებში შენგან ახალ ამბებს ველი. არ ინერვიულო, აი შემეშვიდე დღისთვის ყველაფერს მოვაგვარებ. უარეს შემთხვევაში 40 დღემდე არ ინერვიულო. მე-7 დღისთვის უკეთესია იახია. კარგი, არ ინერვიულო. კიდევ ერთხელ ვიზიარებ შენს მწუხარებას. ვიზიარებ შენს მწუხარებას აიშე. გმადლობ ძმაო ქემალ. გამარჯობა იახია. გამარჯობა ქემალ ბეი. გთხოვ. ვიზიარებ აიშე. გმადლობ ესმა. შემოდით. რა ხდება აქ რასაკეთებ? სამძიმრის სათქმელად მოვედი. დომარაში რა გაქვს და უკან რატომ მალავ? ნიშნულოვანი არაფერი. ოქრო მივეცი. რადგან არ ვიცი მითაც ვინესროლა. მთელი ოქრო იახიას მივეცი იმისთვის რომ იპოვოს და გააკეთოს რაც საჭიროა. დიდი მადლობა რომ არ მაწყენინა. ვალდებული არ ხარ ვინმეს რამე მისცე. ყველა ერთად ვიპოვით და გავაკეთებთ რაც საჭიროა. ასე არ არის იახია? რა თქმა უნდა ასია, მაგრამ ჩემი აზრით თუ ამასაც მივიღებ, ხელმოსაჭიც უფრო მალე ვიპოვი. ამაზე მე ვიფიქრებ. ოქრო აიშეს დაუბრუნე. ოქროს გარეშეც გავაკეთებთ რაც გასაკეთებელია, ეს კი მეთათის სახელზე ხალხს დაურიგოთ. ასე ჯობია, ხალილ იბრაჰიმ. დიახ აიშე. მართალი ხარ. მითაცაც ასე ენდომებოდა. მომეცი იახია. კარგი, მომეცი. ვიცით ვინც გააკეთა. ვიცით ვინც უბრძანა. წადი და გააკეთე რაც საჭიროა. თუ რამე დაგჭირდება მემთხოვე. გოგონა განადგურებულია, არ იცის რა ქნას, თორემ არ ავიღებდი. ისევ ლუკმაპურის გარეშე დაგტოვე, ხალილ იბრაჰიმ. ვიზიარებ. გმადლობთ მეგობრებო. ღმერთმა დაწყევლოს ჩვენი მტრები. ამინ აიშე, ამინ. ცხონებული მერთათი კარგი ადამიანი იყო. გამომძიებელს ველაპარაკე, ჯენგიზი და ქანი დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ ნიშნულოვანი არაფერი გამოვიდა. ამბობენ რომ დღეს გამოუშვებენ. გამოუშვებენ ძმაო ქემალ, პასუხს ჩვენ მოვთხოვთ. მიძიამ ისეთი რა გაუკეთა, რომ მას დაესხნენ თავს და არა ჩვენ. აუცილებლად ვგითხავთ. მესმის რომ ყველა განიცდით, მაგრამ ჩვენს გარდაცვლილს თუ მოვიხსენიებთ უკეთესი იქნება. ასეთ დღეს მაინც. მართალი ხარ ფიქრეთ. ბუდიში, ჩვენს კიბილზე ვფიქრობთ და დაგვაგვიწყდა გვეკითხა. ესმა, ოჯახური ცხოვრება როგორ მიდის?
გუშინ და დღეს როგორ უნდა მიდიოდეს? მაგრამ შენსაზე უკეთ. ვერ გავიგე? თქვენ ხომ გლოვა გაქვთ, ესმამ ეს იგულისხმა. დიახ. ზეინებ შილო, შენ როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? გაუცებული ძმაო ქემალ. გაუცების მიზეზი რა არის? ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს. ადამიანები, რომლებიც გუშინ მეგობრები იყვნენ, დღეს მტრად გვექცნენ. ამის თქმა მინდოდა. არა, მეგობრებზე და მტრებზე ნუიფიქრებ, ჯერ ახალგაზრდები ხართ. ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში ოჯახია. ოჯახს მოუფრთხილდით, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ასე არ არის, ნარგის? დიახ. დიახ, ქემალ ბეი. გუშინ დურსუნი მყავდა. დღეს აღარ არის. გუშინ მითათიც მყავდა. დღეს აღარ არის. დედა. დღეს თუ ხვალ არ თქვენ იქნებით, ნარგისანი, მიქნებ ოჯახის ფას მაშინ მაინც მიხვდეთ. ახლა მეტყვით, რომ დრო არ არის, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ კიდევ ვინმე არ დავკარგოთ. მინდა ამაზე შენ და ფიქრიც გელაპარაკოთ. ამ ადამიანთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. პირად თემებზე საუბარს არ ვაპირებ, რა თქმა უნდა. მითათის სიკვდილამდე რაღაც მოხდა. მინდა ამის შესახებ ორივე მიცოდეთ. მინდა ყველაფერი გითხრათ. მაგალითად რა, დედა? შენ მოგვიანებით გეტყვი, შვილო. ჩვენ სტუმრებს ყურადღება მიაქციე. მე კი რადგან ეს ორი ერთად ვნახე, ვეტყვი რაც საჭიროა. კაბინეტში წამოდით. რა თქმა უნდა, ჰალილ იბრაჰიმი ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, არ ინერვიულოთ. შემოდით. აბა, გისმენთ. მითათმა ყველაფერი გითხრათ. ყველაფერი რაც მოხდა, როგორც მივხვდი. ამას იმით მიხვდი, რაც მოხდა, ნარგისანი. იძულებული ვიყავი. ამჯერად იძულებული ვიყავი. ჩემი პრობლემა ვინმეს ღალატი არ ყოფილა. ჯენგიზი აქ მოვიდა და იარაღი დაუმიზნა ჩემივე სახლში. ამად ღირდა? შენ გვიღალატე, მაგრამ ძმამ არა და ამისთვის მოკლეს. არაერთხელ გითხარი, შენი ძმა და შვილები შეიბრალე, თუ საკუთარი თავი არ გებრალება მეთქი. მითხარი, ხალილ იბრაჰიმ. ყველაფერი მითხარი. მე არ დაგიჯერე. დაირა მომივიდა. ახლა კი ამიხსენით. როგორ შემიძლია ჩემი შვილები დავიცვა? მე კიდევ ერთ დანაკარგს ვეღარ გადავიტან. ერთი მიზეზი მაინც გითხარი, რომ დაგიჯეროთ. შვილების დაკარგვაზე ლაპარაკობს. თუ ფიქრეთსა და დამლად შორის ურთიერთობა გაფუჭდება, პირველს რასაც გააკეთებს, სასამართლოში წავა. შენ და დედა შენ ისევ ციხეში რომ ჩაგსვათ. პირდები. გეფიცები. დამბირდით, რომ ჩემ შვილებს არაფერი მოუვათ. და ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით. ჯენგისთან წადი და უთხარი. იცი რომ ფიქრეთის გაკეთებულია. აიშაზე იეჭვიანა და ქმარი ამიტომ მოუკლა. უთხარი რომ მანამდე დამლას მამაც მოკლა. მეგობარო, ერთი წუთით ფიქრეთ. ჯენგიზი ამას არ დაიჯერებს. ეცადი აიშეც დაარწმუნა და თუ გამზე ბიძამის ეტყვის, მაშინ
მაშინ დაგიჯერებს. და რა იქნება ამის შემდეგ? ნარგიზის დაგებულ მახეში გაებმები შენს მოსაკლავად. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ესმა. სახლში იქორწინეთ და მორჩა. მე განებივრებული ვარ. ამიტომ ხალხმრავალი ქორწილი მოვინდომე. ამის ბრალია. აი შარინერულო კარგი, რაც მოხდა მოხდა. გარდაცვლილს ვერ დავაბრუნებთ. ასე ნუ განეცდი. რამე მოხდა სანამ ჩვენ შიგნით ვიყავით? ახლა ვენახავ. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. გემრიელად მიირთვით. არა გმადლობ. გმადლობ შვილო. გემრიელად მიირთვით. არა, გმადლობ. კარგი, როგორც გინდათ, გავიდან. არა, მე გავიდან. ზემოდან დადე. გმადლობ. რომ ცოდნოდა აქ იყავით, მოგვიანებით მოვიდოდი. ხო, რა თქმა უნდა. ნამდვილად ასე მოიქცეოდი. ადამიანი მოკვდა ზეინებ. სამძიმარზე მოვედი. ყველაფერს საკუთარ თავზე რატომ იღებ? ვინ მეტყოდა რომ აქ იყავით? არ ვიცი. ფაქტია ვიღაცამ შეგატყობინა. ზეინებ. რა პრობლემაა? გოგონა ბიძიეს ქორწილში იყო და სამძიმარზე არ უნდა მოვიდეს? ჩემს და საინტერესებს ასეთი ახლო მეგობრები როდიდან გახდით? ჩემი აზრით ყველა ფიქრეთივით უნდა მოიქცეს. ნებადამრთო ყოფილი ცოლის ქორწილში ვყოფილიყავი. ზეინებ, რატომ უნდა ვისხდეთ და ვილაპარაკოთ ადამიანებზე, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ? დამლა, საკმარისია. წარსულში დარჩა შვილო. ჰალილ იბრაჰიმი და ესმა ძალიან ბედნიერები არიან, მალე შვილებიც ეყოლებათ. არ ვიცი შვილები ეყოლებათ თუ არა, მაგრამ ჩვენ გვეყოლება. იმედი მაქვს თქვენს ქალიშვილსაც შუაგზაზე არ მიატოვებს. დიდემ რას ამბობ? არა, არავინ არავის მიატოვებს. ჰალილ იბრაჰიმი პასუხისმგებელია ყველა თავის აქციელზე, შენზე და შენს შვილზეც კი. მინდა ამ საკითხზე ვისაუბროთ ძმაო ქემალ, თუნდაც ბიძა ჩემის ხსოვნის გამო. როცა მოინდომებ. მამიკო, მინდა აიშესთან სამძიმარზე წავიდე. მაგრამ ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა ჯერ შენთვის მეკითხა. კარგი შვილო. იქნებ ჩვენს დაჭერას ელოდი და ამდენ ხანს იმიტომ არ წახვედი. ვინ იცის? არ ველოდი ქან. რომ დაეჭირი არ ვეთყოდი შინიქმარი ჩემმა ძმამ მოკლა მეთქი. სწორად მოიქეცი შვილო, ერთად წავიდეთ. ახლა მისი ვაჟის ჯერია. ვაჟი მეც მყავს ძმაო. შენც გყავს. მე რა ვთქვი რომ არ მყავს? მე ასე ვთქვი? შენსავით არ მეშინია. მე ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში მაქვს ძმაო. მაშინ დაკარგავ. ცხოვრება ასეთია. ის ხდება რისიც გვეშინია. სადაც გინდათ წადით, მაგრამ ჯერ ყავა მომიტანეთ. წამოდი შვილო. წავიდეთ. წავედით, მამიკო. შენც წადი. სახლში ჯდომით არ დაიღალე? დავიღალე, მამა. შენგან ძალიან დავიღალე. აი შენი ბიძაშვილის პულსის ხმაც გავიგონეთ ქან.
ბიძია. ასე ნუექცევი, ჩემი თანდასწრებით მაინც. შვილო, შენი თანდასწრებით იმიტომ მიაქცევი ასე, რომ მაგალითი აიღოს და თქვას კარგი წავალ და იავუს მოვკლავო. მაგრამ სად არის? მაგრამ ასე არ არის. მე მითხარი ბიძია, მე შევასრულებ. მალე გავგიჟდები. ეს გოგო გამუდმებით ჩემ თვალწინ დგას. სადაც არ უნდა წავიდე, მაშინვე იქ ჩნდება. მისი მიზანიც ეგ არის ზეინეფანი. უნდა რომ წყობიდან გამოგიყვანოთ. თავი ვეღარ შეიკავოთ და ყველაფერი უთხრათ. კარგი აკეთოს რაც უნდა. ვიცი რასაც ვიზამ. რას იზამ? ჰალილ იბრაჰიმს კიდევ ერთ გოგოს დაუქირავებ? იმისთვის რომ დიდებმა ინერვიულოს. როგორ მელაპარაკები ძმაო? ზეინებ გაჩუმდი. ესმა ჩემს წინზის, მამამისი კი შვილებზე ლაპარაკობს. მინდა მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს, შენ კი იმაზე მეწუწუნები, რომ დიდებმა თავი მოგაბეზრა. ამ საკითხში ფიქრეთი მართალია. ბოდიში ზეინებ. მადლობა ღმერთს, ვიღაც მაინც თulis რომ მართალი ვარ. მეც ვთვლი რომ მართალი ხარ ძმაო. ერთხელაც ყველაფერი გამოგივა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ჰალილ იბრაჰიმთან ერთად რომც ვიყო, ქალი რომელიც შვილს გაუჩენს, სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ შორის იქნება. ზეინებ ჰანიმიც მართალია ფიქრეთ ბეი. თუ ამ ხრივ შევხედავთ, მაგრამ აიშე ჰანიმის შვილები განსხვავდება ესმა ჰანიმისთვის. ჩემს ცოლზე ლაპარაკობ შოთა, რომელზეც 15 წელი ვიყავი დაქორწინებული. ჩემი ქმარი ამ საკითხებში ვერ ერკვევა. მეც ამას ვამბობ. გაჩუმდეს და ნურაფერს ამბობ საკითხებზე, რომელშიც ვერ ერკვევა. წამოდი ელებ, წამოდი. აშკარაა რომ ფიქრეთ ბეი თავის დას ესმა ჰანიმზე უნდა ელაპარაკოს. კომენტარსაც აკეთებს. აქედან მოშორდი. Abi, ძმაო, sen bu aralar fazla sinirlisin. იცი რომ ბოლო დროს სულ გაღიზიანებული ხარ. სერიოზულად? საინტერესოა რატომ ვარ გაღიზიანებული, იმიტომ რომ დამყავს რომელსაც ვერაფერს ვაგებინებ. Sen boş ver. ჩემზე ლაპარაკს მოურჩეთ. ნარგისთან რაზე ილაპარაკეთ? შევთანხმდით იმაზე, რომ ამ მკვლელობას მე დამაბრალებს. Nasıl yani? რას გულისხმობ? შენი შეყვარებული ჩენისთან აგიჟია. სამიზნე ფიქრეთი იქნება. თუ მოვლენ, იქ ვიქნები. ჰალილ იბრაჰიმმა დამლასგან გიხსნა. Enerji ნარგიზი მახეს გიგებს. yani suç işledi. დამლა კი? Damla da anne. ვეღარ დაგემუქრებათ ვერც შენ და ვერც დედას, რომ დაგიჭერენ. შენ და ჰალილ იბრაჰიმმა ამაზე როდის ილაპარაკეთ? გუშინ? Yo. არა, Yani biz გუშინ არაფერზე გვილაპარაკია. მაშინ ასე ზუსტად როგორი ვარაუდე? dedin ya თვითონ არ თქვი? manyaklıktan. ერთნაირი გიჟები ვართ. ეს ქალი დაჟინებით ითხოვს, მაგრამ არ მინდა იმ სახლში ვიცხოვრო, სანამ ნარგიზიც იქ არის. შენი სახლი ხომ გაქვს? ნარგიზთან რატომ უნდა იცხოვრო? თვითონ მოითხოვს, რომ იქ ვიცხოვრო. არასაყვარელო რატომ? Sende ne gerek var? მარტო არ გაგიშვებ. აქრისთვის ვართ. İşte oturuyoruz biz bize burada. არ ვიცი აიში როგორ იქნება. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდება. მდგომარეობიდან კი გამოვა, მაგრამ აიშეს რაღაც სჭირდება, რაც ამაში დაეხმარება. სად ნახავთ ისეთ ადამიანს, როგორიც მითათი იყო? ღმერთო ჩემო საქინე, შვილები დაეხმარებიან. ნედიმე, ისეთები არ არიან, როგორიც ჩვენ ვიყავით. შეიგნე ბოლოს და ბოლოს. მართალია ჩემი შვილია, მაგრამ ამ თაობის უდარდელობა აქვს. ნედიმე, ლეილა მითხრა, რომ ფიქრეთი და დამლა იძულებულები არიან ერთად იყვნენ. Biraz öyle. დაახლოებით ასია ზუხალ. თუ დამლას თემა დაიხურება, ფიქრეთი აიშეს დაუბრუნდება. ზუსტად ეს რაც აიშეს ჭირდება. გაიქეცი, შენ შვილს უთხარი. Sakın ha böyle. არ გაბედოთ ამის გაკეთება. Maazallah. ღმერთმა დაიფაროს. Ben de içeriden çıkamam. მე და ფიქრეთი ციხიდან ვეღარასდროს გამოვალთ. Hiç akıllar verin. ასეთ რჩევებს რატომ იძლები? თქვენი ვაჟი და ძმა სად იყვნენ, როცა ეს მოხდა ისკანდერ ბეი? ახლავე გეტყვით, რომ დაკითხვას არ გიწყობთ. სახლში იყვნენ იავუს. მოწმე ვინ არის? გამზე ქორწილში იყო შენთან ერთად. მეც სახლში ვიყავი იავუს. მოწმე ყოველთვის მდუმარეა, რა თქმა უნდა. Sen acılısın ახლა ტკივილს განიცდით და მართალი ხართ. ama Ayşe benim მაგრამ აიშე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ben evim. ჩვენი ადამიანია. Ayrıca ნუ თუ არასწორი საქციელი არ არის, რომ ყველაფერ ცუდში ჩვენს ოჯახსა დანაშაულებთ. Dinliyoruz da Gamze. უბრალოდ მსჯელობთ გამზე. Söyleyin. რამე მითხარი? ვის უნდა გაეკეთებინა? Gibi bir adam. ვის უნდა უნდოდეს ისეთი კარგი ადამიანის მოკლა, როგორც მითათი იყო? Ya bunu söyler
söylerken hiçbir ცუდი kadın განზრახვით არ მithქვამს, მაგრამ ama Damla'nın ვიცით nikahında დამლას olan ქორწილში რაც მოხდა. ve kimin yaptı? ეს ვინც გააკეთა. Nasıl yani? რას გულისხმობ? Döndü dolaştı, iş abi ყველაფერი mi? თქვენ გააკეთეთ და ახლა ჩემს ძმას აბრალებთ? ეგრაშუაშია ფიქრეთი ასეთ რამეს ვერ იზამდა. რაც უნდა იყოს ფიქრეთ ძალიან უყვარდა აიშე. გამზეს იმის თქმა უნდა რომ იქნებ ეჭვიანობას ვერ გაუძლო. soruyor Gamze. გაუძლო ძმაო, გაუძლო. პირიქით რომ ყოფილიყო, ბიძი არ გაირჯებოდა და წავიდოდა. Şeker giderdi zaten. აიშეზე უკვე აღარაფერს ვამბობ. Demiyorum bile. Yani Fikret. ფიქრეთი ამას არ გააკეთებდა. Yapmaz. Ama birilerinin მაგრამ თუ ეს ვინმეს დასჭირდებოდა? Damla, დამლა, sen de biliyorsun. შენც იცი, Yani baban მამა შენი საკითხში ფიქრეთს ხალილ იბრაჰიმმა მისცა მითითება. Ayşe şu anda კარგი აიშე, მაგრამ ფიქრეთი და ხალილ იბრაჰიმი ახლა ერთმანეთს ხვდებიან? არ ხვდებიან. თემა ისევ იქამდე მივიდა რომ უდანაშაულოები ხართ და მკვლელს ჩვენ შორის ეძებთ. Öyle mi? ასე არა? Biz buraya აქ სამძიმრი სათქმელად მოვედით. daha da ნუ ღარ გავართულებთ. როგორც ჩანს დედაჩენის სასაფლაოდან კიდევ დიდხანს არ მოვა. გადაეცით რომ ვიყავით. getirirsiniz. Buyurun geçireyim. მე გაგაცილებთ. Canım. საყვარელო, Damla annem. დამლა დედა შენმა რატომ არ მითხრა სასაფლაოზე თუ მიდიოდა? Ay ne bileyim Ayşe. არ ვიცი, Yalnız kalmak მარტო დარჩენა უნდოდა. istemiyorum. İskender. ისქანდერ, 2 dakika. 2 წუთით შეიძლება? Siz gidin. თქვენ წადით შვილო. Bak. მომისმინე. Eğer თუ ქანს ბიძა ჩემის მკვლელობასთან რამე კავშირი აქვს, ახლავე გეუბნები რომ იცოდე söylüyorum bil. Sen თუ გინდა ვინმე სიკვდილზე რამე იცოდე, მაშინ დედა შენს დაელაპარაკე. Neyim ayı? რისი თქმა გინდა? Annen იმის რომ დედა შენმა იცის. bu topraklar ნარგიზ ლეტომ ყველაფერი იცის, რაც Leto bilir. ამ მიწებზე ხდება. ჩვენებმა ალბათ გადმოგცეს, რომ შენი მწუხარების მოზიარე ვართ. არ გვინდა შენი ძმის სიკვდილში გვადანაშაულებდე. მაგრამ აქ მოხვედი ნარგის. Ben her ნებისმიერ შემთხვევაში შენზე ვიფიქრებდი, evime რადგან ჩემთან სახლში მოხვედი და დამემუქრე. ama belli მაგრამ აშკარაა, რომ ამ საქმის უკან ფიქრეთი დგას. მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს. როგორც იქნა ვიღაცამ სიმართლე თქვა ნარგის ჰანიმ. და გამზეცაც ვუთხარი, რომ ამ საქმის უკან ფიქრეთი დგას, მაგრამ მას არ სჯერა. Yokuz diyorum, inandıramıyorum. არ ვიცი. Ben sana არ გეთანხმები ნარგის. kardeşim არა მგონია შენი ძმა ფიქრეთს მოეკლა. kim o zaman? მაშინ ვინ მოკლა? kocanın ვინ მოკლა შენი ქმარი? Fikret. ფიქრეთმა. Ama bunu მაგრამ ეს აზრი ვინ ჩააწვეთა? Halil ხალილ იბრაჰიმმა. işte. დიახ, görüşmüyor. როგორც ვიცი, ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვთ. Bence bu ჩემი აზრით ეს bu bildiğin kısa ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობაა. şey deyip აიშეს უფლება მისცა ცოლად გაყოლოდა. arkasından kardeşim თვითონ კი ჩემი ძმა მოკლა. sırf damladan ötürü benden დამლას გამო ჩემზე შური რომ იძიოს. ben onlara დაქორწინება ხომ ვაიძულე. o yüzden ამიტომ ქორწილს დაელო და ჩემი ძმა რომ მოეკლა. Ben Nergis Hanım. ნარგის ჰანიმს ვეთანხმები ბიძია. ფიქრეთს მსგავსი გრძნობა მართლაც აქვს. მართალია. Haklı.
და ახლა ჩემგან რა გინდა ნარგის? Fikret indirme. მინდა რომ ფიქრეთი მოგლა. Yaptıkları ამას არ შევარჩენ. olmayacak. ფიქრეთი. მოვკლავ, მაგრამ ჩემი სამიზნე ჰალილ იბრაჰიმია. თუმცა თუ მეტყვი რომ შენი ქალიშვილისგან გაიგებს სად და როდის იქნება და შემატყობინებ, მაშინ მისი მოკლა ბევრად გამიმარტივდება. ასე არ არის, კან? Amca. ბიძია, Halil İbrahim. ხომ იცი თუ საუბარი ჰალილ იბრაჰიმზეა, მხოლოდ მომხრევარ, მაგრამ ფიქრეთი ხომ ზეინების ძმა, უკეთესი იქნება არ ჩავერიო. Tamam. კარგი, Bir şekilde. ამ საკითხს როგორმე მოვაგვარებ. მამა, შენ მამა ჩემი ხარ. ვალდებული არ ხარ მამობა გაუწიო ყველას, ვინც ჩვენს კარზე დააგაგუნებს. შვილო, ჩემი მეგობრის ძმისშვილია, შენი ქმრისგან შვილს ელოდება. ბავშვს რამე თუ მოუვა, მე ვიქნები პასუხისმგებელი. არსებობს ადამიანი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ბავშვის მამა. აშკარაა, რომ მას ვერაფერს ეუბნება, რადგან ჰალილ იბრაჰიმის ცოლი შენ ხარ. აშკარაა, ისიც ისეთივე სულელია, როგორიც მე ვიყავი ახალგაზრდობაში, მაგრამ ჭკვიანი და ბრძენი ადამიანია, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. რაც გინდა ის გააკეთე. Yapıyorsan yap. Beni muhatap etme. მაგრამ მე Yüz de verme. ნუ მაიძულებ მასთან ურთიერთობას. კარგი, ჩემს გვარს არ მივცემ. მომისმინე, ქმარს არ უთხრა. მერე რომ არ მისაყვედუროს, კარგი? Al. Geliyor musun? შენი სტუმარი მოვიდა. ქემრა, შვილო, კარი გააღე. Geliyorum Kemal Bey. დიახ, ბატონო. Kemal amca. ბიძია ქემალ, გამარჯობა. გამარჯობა და ჯეკი შვილო. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. რისეთ მაგინდა? Sizin açınız შეიძლება პირდაპირ გითხრათ. Tabii ki. რა თქმა უნდა. bize çok büyük გვეთამაშებიან. Kim tarafından? ვინ? maalesef სამწუხაროდ, kızınız. თქვენი ქალიშვილი, ჰალილ იბრაჰიმი და ზეინეფი, ასევე ფიქრეთიც. Anlamadım. ვერ გავიგე? Şöyle anlatayım. აგიხსნით. Yani ben diyorum ki ჰალილ იბრაჰიმის და ესმას ქორწინება მხოლოდ სხვების დასანახად მოხდა. tamamen göster. მათ შორის არაფერია არც სიყვარულია İlişki var. და არც ურთიერთობა. Kızım, შვილო, bak seni anlıyorum. შენი მესმის, ორსულად ხარ. Hormonların sana შეიძლება ჰორმონები შენს აზროვნებაზეც მოქმედებენ. მესმის, მაგრამ ama bu işin ასეთ საკითხზე არ ხუმრობენ. hele benim განსაკუთრებით, როცა საქმე ჩემს ქალიშვილს ეხება. Kemal amca bu ბიძია ქემალ ძალიან კარგად ვიცნობ და აქ არ მოვიდოდი დარწმუნებული რომ არ ვიყო. bu kadar kötü bir duruma düşürmez. ამ ადამიანისგან შვილს ველოდები. Bahsettiğim adamın çocuğu. Zeynep'i uğars. მას ზეინეფი უყვარს და არა თქვენი ქალიშვილი. კარგი, ესმა და ხალილ იბრაჰიმი ცოლ-ქმარი გახდნენ, მაგრამ მეგობრებიც კი არ ყოფილან. დიდემ, მორჩი. სისულელეს ნუ ამბობ, საკმარისია. Peki. კარგი, Kemal amca თვითონ დაფიქრდით. yani daha önce გინახავთ რომ ხელჩაკიდებულები დადიან. ya da birbirlerine მათი გამოხედვა თუ დაგიჭერიათ. ne bileyim არ ვიცი, herhangi bir თუნდაც რაიმე სახის გულწრფელობა. ya da sarılış. გინახავთ ერთმანეთს როგორ ეხუტებიან. Mesela მაგალითად, bir yerde ხალილ იბრაჰიმს უკოცნია ესმასთვის სადმე მოფარებულ ადგილში. hani yani მისი საქმრო არ იყო? kocası ya o yüzden. ახლა კი ქმარია. Yani sizin gözünüzden მსგავსი რამ არ უნდა გამოგრჩათ. sonuçta aynı. რაც არ უნდა იყოს ერთ სახლში ცხოვრობთ.
თუ სიმართლეს ამბობ, Bu dediğin doğru. შენი შვილი მამის გარეშე გაიზრდება. Karnındaki ეს გაითვალისწინე. babasız büyüyecek. Haberin olsun. მამის გარეშე. ხალილ იბრაჰიმ, ესმა? მაბადიე, საერთო საქმისთვის რაღაც უნდა გავაკეთოთ. მაბადიე, გთხოვ, დამაჯერებლები უნდა ვიყოთ. ესმა? მამა, მაბადიე, გთხოვ. Ben özür არა, თქვენ მაბადიეთ, შვილო. Didem, დიდემ? hayırdır? რა მოხდა? Didem დიდემი თავს ცუდად გრძნობდა. çocuk უნდა და ბავშვზე დაგლაპარაკებოდა, მეგონა თავისუფალი იყავით და ამიტომ დავთანხმდი. neyse biz aşağı. კარგი, ქვევით ჩავალთ. Sen de aşağı inince konuşuruz. დაველაპარაკოთ, როცა ჩამოხვალთ. ხალილ იბრაჰიმ, გთხოვ, მაბადიე. Çok özür dilerim. სხვა გზა არ მქონდა. Bu kaldım. იძულებული ვიყავი, Kaldığımız için çok özür dilerim. მაგრამ ის აღარ განმეორდება. მაბადიე, ბოდიშნო მიხდი ესმა, მიზეზი ვიცი. Ben inanın დამიჯერეთ, არც კი ვიცი რა გითხრათ. მსგავსი ინტრიგით ერთხელ კიდევ თუ მოხვალ, არც შენს შვილს გავითვალისწინებ და არც ბიძა შენს. ისე ვიზამ, რომ აქედან გაემგზავრო, გასაგებია? İyi anladın mı beni? belli ki hormonlarım yüzünden. როგორ ჩანს, ჰორმონების გამო არასწორად გავიგე. Kusura bakmayın. მაბადიეთ, ძალ დაველაპარაკები. İyi. კარგი. Halil İbrahim ჰალილ იბრაჰიმს დაელაპარაკე და წადი. kızımın da ჩემი ქალიშვილი მეორედ აღარ შეაწუხო. მაყოფილი ხარ იმით, რაც ნახე. Halil İbrahim. კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი. Sadece bundan უბრალოდ sonra რაღაც მინდა გითხო. gereken bir soru var. შენი პასუხის შემდეგ წავალ. კითხე. კარგი, მიდი. Resmi olarak გინდა ჩვენი შვილის ოფიციალური მამა იყო. ეს ჩემი შვილია დიდემ. რა თქმა უნდა, ჩემი გვარი ექნება. რატომ მეკითხები? sen benimle ეს არ მოხდება. Ben bunu თუ ცოლად არ მომიყვან. ვერ გავიგე? ეს ჩემი კანონიერი უფლებაა. მხოლოდ მაშინ შეძლებ ბავშვს გვარი მისცე, თუ ჩემზე დაქორწინდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ დავუშვებ. vermeyeceğim. ყველაფერი გითხარი. კარგად დაფიქრდი. რას ნიშნავს დავფიქრდე? დასაფიქრებელი არაფერია დიდემ. ცოლად არ მოგიყვან. კარგი, Sen özgürsün. შენც თავისუფალი ხარ და მეც.